თუ მოგზაურობა და არქიტექტურა თქვენთვის განუყოფელი ცნებებია, ეს ამბავი აუცილებლად დაგაინტერესებს. რომში დგას შენობა, რომელიც ამტკიცებს, რომ წარსული და მომავალი ერთ სივრცეში შეიძლება თან არსებობდეს. რომეო ჰოტელსის დამფუძნებელი რომში უნიკალური ადგილის ძიებაში იყო, როცა პალაცო კაპონი აღმოაჩინა. შენობა, რომელიც 1950-იანი წლებიდან ადმინისტრაციული ოფისი იყო. უძველესი ფრესკები და დეტალები მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი. ამ შენობის მდგომარეობის მიუხედავად, სასტუმროს დამფუძნებელმა მასში უზარმაზარი პოტენციალი დაინახა და დიზაინის შესრულება ზაჰა ჰადიდის სახელგანთქმულ სტუდიას მიანდო. ზაჰა ჰადიდის სტუდიამ პაულა კატარინის ხელმძღვანელობით პალაცო კაპონინის რესტავრაცია დაიწყო. მათ მიზნად დაისახეს უარი ეთქვათ სასტუმროებისთვის დამახასიათებელ გამეორებად დიზაინზე, სადაც ყველა ოთახი ერთმანეთს გავს. ამის ნაცვლად მათ გადაწყვიტეს დაყრდნობოდნენ იტალიურ ხელოსნურ ტრადიციას და შენობის რენესანსული ფასადის მიღმა სრულად განსხვავებული სამყარო შეექმნათ. აქ ყველა ოთახი უნიკალურია. ინტერიერში გამოყენებულია მაღალი ხარისხის ძვირფასი მასალები, კარარას და ნერო მარკინას მარმარილო, ედარის და წაბლის ხეები. ლუქს ნომრებში აღდგენილი მე-17 საუკუნის ფრესკების ხილვაც არის შესაძლებელი. სწორედ ეს კონტრასტია უნიკალური, როდესაც წარსული და მომავალი ერთ სივრცეში ერთიანდება და ერთმანეთს ავსებს. ზაჰა ჰადიდის სტუდიამ შეინარჩუნა ისტორიული მემკვიდრეობა, მაგრამ ამავდროულად სასტუმროს დიზაინის ახლებური ხედვა შემოქმნებას, სადაც ყველა ოთახი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. თქვენ მოგწონთ ზაჰა ჰადიდი, რომელი პროექტი მოგწონთ ყველაზე მეტად? არ დაგავიწყდეთ გვერდით გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ არქიტექტურისა და დიზაინის სიახლეები.